რეპუტაციის მართვის კომპანია Reminders დამფუძნებელი გიორგი კალატოზიშვილი და NLP School of Georgia-ს დამფუძნებელი და ექიმი ფსიქიატრი ქალბატონი მანანა. გამარჯობა დიმოშ. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ. ხედავდი კადრს მიღმა განსაკუთრებით ქალბატონი მანანას მიმიკებს და აი გამომიცანი რომ რაღაცებს არასწორად ვამბობდი სავარაუდოდ. მიხარია რომ ჩვენთან ერთად ხარ და ახლა უნდა გკითხოთ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია უფრო კომპეტენტური აზრით თქვენ უნდა გითხოთ ქალბატონი მანანა რას ნიშნავს რეალურად სხეულის ენა და რამდენად შეიძლება მისი გამოყენება სხვადასხვა მიმართულებით იმისთვის რომ ჩვენ რაღაცა მივესალმებით თქვენს მაყურებელს ძალიან სასიამოვნოა ამ თემით რო დაინტერესდით ფაქტიურად სხეულის ენას ესეთი განმარტება არა აქვს იმიტომ რომ სხეულის ენა სიტყვა უკვე სიტყვათა წყობა უკვე მიგვანიშნებს რაზეა ლაპარაკი ოღონდ უნდა ვთქვათ, რომ სხეულის ენა არის ჩვენი განწყობების და ემოციების სარკე. ის, რასაც ჩვენ ვგრძნობთ და რა განწყობაზეც ვართ ხოლმე, ეს ყველაფერი არის აღბეჭდილი ჩვენი სხეულის ენაში. თქვენ რომელიღაც წამყვანმა აღნიშნა, რომ უმეტესობა ინფორმაციის არავერბალურად გადაიცემა. და 55-60% ეს არის არავერბალური ინფორმაცია და ძალიან ხშირად მნიშვნელობა აქვს როგორ ვამბობთ და არა რას ვამბობთ. აი ამას რამდენად ვაკვირდებით ქალბატონო, თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, ანუ ხვდებით გაუცნობიერებლად ბევრ რაღაცას ვაკეთებთ, მაგრამ მართლა რამდენ ადამიანს შეუძლია ამის და ამაზე აქცენტებს რამდენად ხშირად ვსვამთ. იცით რამდენ ადამიანს შეუძლია მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, არ ვიცი, მაგრამ ემოციების მართვა ვისაც შეუძლია, იმას შეუძლია ამის მართვა. და არის პროფესიები, სადაც მათ პასუხისმგებლობის ხარისხზეა დამოკიდებული ცხოვრებაში დაგროვილი უნარების ისეთ მწყობრში მოყვანა, რომ სწორი სიგნალები გასცენ სამყაროში და სწორი სიგნალებით თქვენ ეს რა უფრო მნიშვნელოვანია? მე მაქვს ჩემი შეფასება და თუ გავკატრინერდები და ვიტყვი, რა უფრო მნიშვნელოვანია, ცოდნა თუ ფლობა? ანუ მე მაგალითად გონია, რომ პირობითად რომ ავიღოთ ჟურნალისტის და პოლიტიკოსის ურთიერთობა, ალბათ ჯობია პოლიტიკოსმა იცოდეს სხეულის ენა და ჟურნალისტმა იცოდეს ამის ამოცნობა, ხო? აი, თქვენი აზრით ცხოვრებაში რომელი უფრო გამოსადეგია, როდესაც იცი რას გულისხმობს ჟესტი, თუ როდესაც თავად ფლობა მას? ორივე. იმიტომ რომ ცოდნა ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ წავიკითხოთ სხვების ენა და ფლობა გვჭირდება იმისთვის, რომ ალბათ პროფესიას გააჩნია, ხო? აი გიორგი, აი ეს არის პროფესიას გააჩნია და რამდენად ახერხებენ ან რამდენად აქცევენ ამას ყურადღებას თუნდაც ქართველი პოლიტიკოსები, ანუ დაკვირვებიდან გამომდინარე, როგორ ხდება? გამომდინარე იქიდან, რომ პროფესიების უმრავლესობა არის კომუნიკაციაზე დამოკიდებული და კომუნიკაციის გარეშე წინსვლა და წარმატება შეუძლებელია ფაქტიურად, ხო? აქედან გამომდინარე გამოდის, რომ ყველა პროფესია სჭირდება კარგი კომუნიკაციური უნარები, ემოციების მართვა, ემოციური ინტელექტის მუდმივად გაზრდა და ემოციური ინტელექტზეა ზუსტად დამოკიდებული. ალბათ ცოტა პატარა გადახვევა გამოდის მე და თუმცა მე მგონია რომ მან და ის ზოდიაქოს ნიშნებზე ჩვენ ხშირად გქონია იგივე ლევანს ყოლიას სტუმრები და მგონია რომ რა ტიპის ადამიანსაც გააჩნია რა ტიპია, იმიტომ რომ შეიძლება კომუნიკაციაში იმდენად დაუშვათ გახსნილი არ იყოს და დასჭირდეს სწავლა, ხო, ამ ჟესტიკულაციის, იმიტომ რომ დაუშვათ პოლიტიკა მისი ინტერესის სფერო, ასეა, ხო? ალბათ მით უმეტეს საჯარო სექტორში შემოშობილი ამის სწავლა. რა თქმა უნდა შესაძლებელია. რა თქმა უნდა შესაძლებელია, აგერ გიორგი მაციცის ეს და ჩვენ ფაქტიურად ვართ იმ პროფესიის ადამიანები, რომლებიც ამ ტრენინგებს ვატარებთ და ამას ვასწავლით. ეს არის ემოციების მართვა, ეს არის ცხოვრების განმავლობაში დაგროვილი რაღაცა უნარები, რომელიც შეიძლება ხელისშემშლელი იყოს. ეს არ იყოს ხელისშემშლელი ბავშვისთვის, მაგრამ ხელისშემშლელი იყოს უკვე ზრდასრული ადამიანისთვის. და რა თქმა უნდა, ამისთვის არსებობს სპეციალური სავარჯიშოები, ინდივიდუალური კონსულტაციები, ვიდეო სავარჯიშოები. გიორგი, ვინ ინტერესდება დღეს ამით, ანუ რამდენად ვიაზრებთ ამას, რომ ეს მნიშვნელოვანია, ის ადამიანები ხო გულისხმობ ალბათ პოლიტიკოსებსაც ამ შემთხვევაში. არა მხოლოდ. მადლობა ამ კითხვისთვის. ფაქტობრივად ყველა აღნიშნა კიდევ раз კოლეგამ, იმიტომ რომ ეს არის ფუნდამენტური საყრდენი დასაყრდენი კომუნიკაციისთვის. ყველაფერი რასაც ჩვენ ვაკეთებთ იქიდან გამომდინარე, რასაც მივეჩვიეთ ბავშვობიდან კეთებას, ხო? აი თქვენ წაიკითხეთ წიგნი, იქ ალანპიზი არაჩვეულებრივად აღწერს ყველაფერს, თელ პროცესს, როგორ ხდება დასწავლა, როგორ ხდება მათ შორის ინსტინქტურად ამის გამომუშავება, ხო? ანუ თანდაყოლილი რა, ღიმილი მაგალითად, თან დაყოლილი, მაგრამ სწავლება შეიძლება. მათ შორის ღიმილის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ
არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ მომსახურეობის სფეროში ერთ-ერთი ფუნდამენტური რაც არის, ეს არის კომუნიკაცია, ეფექტური კომუნიკაციის სწავლება. როცა თქვენ შედიხართ, მაგალითად, ბანკი იქნება ეს, მაღაზია თუ ნებისმიერი სხვა დაწესებულება, დააკვირდებით, როგორ გთხოვენ ხოლმე, დაიცადოთ, ხო? ანუ თუ ადამიანი თქვენ დაგიწყებთ მითითებას, რომ აი თუ შეიძლება აქ დაელოდეთ, აქ დაიცადეთ, ხო? ეს რისი მანიშნებელია? რა ინფორმაციას მიიღებთ თქვენ ამით? ხო, რაღაცა ცოტა ნეგატიურ კონტექსტში. უკვე ცუდად განეცადა. ხო, არ ექნება. თუმცა მაშინ როდესაც ჩვენ აქ შემოვიდოდით და მე შემეშალა ადგილი სადამში დაარიყავი, მე გავაკეთე აბსოლუტურად სხვა ჟესტი, ხო? ღიაობა და მოწვევა. აქ დავდანდით და მე აქ დავშტები. ამიტომ ამასაც კი ასწავლიან მომსახურეობის სფეროში. როგორ შეიძლება კეთილგანწყობა მოიპოვო და ამასთანავე ამის პრობლემა გქონდა გიორგი, ბოდიში შეგაწყვეტინებთ აი სადღაც რამე მომსახურების სფეროში, ხო? მომსახურების სფეროში იყო, აი ღიმილი იყო ხოლმე, რომ მართლა ვითხოვდით მომხმარებლები, რომ ცოტა გაიღიმეთ, ცოტა კეთილგანწყობით შევხვდეთ. მაგრამ აქ იცი რა არის, მანდ მეორე ნაწილი იყო, როცა ეგ პრობლემა დადგა ესე ფართო დღის წესრიგში და ყველა ამჩნდა და ხალხს საზოგადოებას ჰქონდა პროტესტი. მე შევხვდით სხვა პრობლემას, უკვე ძალიან ხელოვნურ ღიმილს, რომ კიდევ არის ეს ხელოვნური ღიმილი და არაგულწრფელობა ამის იდენტიფიცირება ძალიან მარტივად შეგიძლიათ თითოეულ თქვენთაგანს, იმიტომ რომ არა პირბადეშიო. არა პირბადეში, არა მხოლოდ პირბადეში იდენტიფიცირება, იმიტომ რომ მაგ დროს ამოქმედებულია სულ სხვა კონტები, როდესაც თქვენ გულწრფელად იღიმით. როცა იღიმით და ხართ ხელოვნური, მაშინ მხოლოდ პირის შრია ეს კონკრეტული ნაწილი არის ამოქმედებული და ამით შეგიძლიათ თქვენ დაკვირვების შედეგად აღმოჩნდეთ ადამიანი ამდენად გულწრფელია ან არ არის გულწრფელი. თუმცა თქვენ რაც ვილაპარაკეთ, ლევან, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ცალსახად ვერასოდეს იტყვი, რომ ადამიანი იტყვება ან არ არის გულწრფელია, ან რაღაც დომინანტური პოზიციის დაკავება უნდა თქვენთან მიმართებაში. ყველაფერი უნდა გამიხილოთ ერთობლიობაში, რომ არ იყოს თქვა ფრაგმენტარული ცოდნა. აი პოლიტიკოსებს რაც ეხება, ხო? პოლიტიკოსებს ასწავლიან, ცხადია, იმიტომ რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყიდიან საკუთარ თავს და შემდგომ ყიდიან უკვე იდეებს. ამიტომ მათ ჭირდებათ ეფექტური კომუნიკაცია და ზემოქმედების ბერკეტები. არჩევნების წინ ადამიანებს იღებენ, აჩვენებენ შემდგომ ფოკუს ჯგუფებს იმისთვის, რომ რეალურად დააკორექტირონ მათი იმიჯი, იმისთვის, რომ იყოს სასურველი, მიიღოს ხმები. ბილბორდებზე რეკლამა. რა თქმა უნდა. აი ხო, ღიმილი, აი არის ძალიან კარგი. საერთოდ შეეხეთ, ხო? ხო, მაგაზეთიც არის ორი დამოკიდებული. რატო არის მართლა ეს განწყობა, რომ უნდა ბევრი მართლა ხელოვნური ღიმილით არის, ხო, იგივე ამ საარჩევნო ბილბორდებს, მაგრამ ეს მიღებული თემა არის, რომ აუცილებლად ბედნიერი, გახარებული ესეთი ღიმილიანი სახით უნდა იყოს. სხვათა შორის მოდით მაგაზე პასუხს გაგცეთ მარტივად. აი თქვენ ბევრი ილაპარაკეთ ჟესტებზე, რომელიც არის თქვა ზურგს უკან ხელებს დაწყობილი, მაგრამ აქაც კი ფრაგმენტარულია, ხო, ჩვენი შეფასება, თუ კი გავითვალისწინებთ სხვადასხვა მიჯნობრივ ჯგუფს. სამხედროს შემთხვევაში ეს სხვა რაღაცაა, პატიმრების შემთხვევაში ეს აბსოლუტურად სხვა რაღაცაა, მონების შემთხვევაში ეს აბსოლუტურად სხვა რაღაცაა, ბავშვების შემთხვევაში ეს აბსოლუტურად სხვა რაღაცაა. ამიტომ ინტერპრეტირებისას ბუნებრივია უნდა გავითვალისწინოთ ეს გარემო და კონტექსტი, რომელშიც თავს იჩენს ეს ნიშანი. რომ მაგას რეალურად ამჩნევენ ადამიანები რა, ამჩნევენ აი ჟესტიკულაციას ხა მე ეს პროფესიულ დონეზე ცხადი არ ვიცი, მაგრამ აი ცხოვრებაში რამდენი შემხედრე ხო ჩვენ ვცდილობთ გავარჩიოთ ვინ არის ჩვენთან ხელოვნური, ვინ არის იგივე ოტია იოსელიანი მახსენდება მაგაზე ხუმრობდა ხოლმე რომ ამ კაცო ამ პოლიტიკოსებს ამ იმაზე ბილბორდებზე ან რეკლამებზე რა აღიმებთ ქვეყანა იქცევაო არ ვის ფული არ აქვს და ესენი იღიმიან და მე მაგას გულწრფელად ვერ აღვიქვამ ან ჩვეულებრივი ადამიანებიც სადღაც არჩევენ ხო სად გადის ზღვარი ჩვენ რას ვამჩნევთ და რა სჭირდება უკვე პროფესიული ცოდნა რომ რაღაცები არ გამოგვეპაროს ცხოვრებაში აი ეს როგორ უნდა ვისწავლოთ ჩვენ პირველ რიგში რაც მინდა გითხრათ რომ თქვენ ყველა უნარი გაქვთ და ყველათვისება გაქვთ იმისთვის რომ ადამიანი შეაფასოთ იმიტომ თავად აკეთებთ ყველაფერი მას რადგან ახლა ვლაპარაკობთ აბსოლუტურად ყველაფერს ფაქტობის გარეშე რომ ვაღიაროთ ხო მათ შორის ვიტყუებით იმიტომ რომ როდის ვიგებთ ხოლმე ადამიანები რომ ერთმანეთს ვატყობთ იგივეს ვაკეთებთ აბსოლუტურად და შეიძლება რომ მოტყუება ვისწავლოთ შეგვიძლია რა თქმა უნდა ამაზე არაერთი სერიალია გადაღებული როგორ შეიძლება რომ ადამიანი მოატყუოთ მაგრამ ნუ გავიწებათ თქვენ პროფესიულ დონეზე ისწავლეთ ამ უნარჩვევას ვიღაცა მეორე მხარეს ყოველთვის იქნება ვინც ამის იდენტიფიცირებას გააკეთებს და შეიძლება ფოცხივით ხუში მოგხვდეს საკუთარივე ნაბიჯი ხო ამიტომ ბუნებრივია ღიმილს რაც ეხება თქვენ რო აღნიშნეთ რატო არის ხოლმე რომ ღიმილი იწვევს ნდობას და პირიქით ხო მოგუშული ადამიანი სერიოზული შეკუმშული პირით შეიძლება არ იწვევდეს ნდობას ესეც ინსტინქტურია ყველა პრიმატი მათ შორის აკეთებს ამას. ღიმილი ეს არის მათ შორის ბუნებრივია ღიაობის და კეთილგანწყობის მოპოვების ერთ-ერთი ბერკეტი. ისე თქვენ ხართ კეთილგანწყობილი. იმიტომ რომ ადამიანს აქვს ტვინში ორი
ინსტინქტური ქმედება. ხო, ერთი გაიქცეს და მეორე იბრძოლოს. ამიტომ მან უნდა იცოდეს თქვენგან პირველივე წამიდან რას უნდა ელოდოს. თქვენ ხართ კეთილგანწყობილი და ეს არის ის არეალი, რომელიც ალბათ ეს ბავშვებში უმეტესად ინსტინქტები იწყებენ, აი ბავშვებში ემოციებს ზანდელი მნიშვნელობა პატარა ბავშვებში ისინი ამ ემოციებით თამაშობენ შენთან, ხო, რეალურად ეგრე. აი გაქცევის ინსტინქტის, თავდაცვის ინსტინქტის და ალბათ ბრძოლის უნარიც. ბავშვი საერთოდ იდეალური манипуляტორია, ოღონდ გააჩნია რა ასაკიდან. და აი ეკა ხო ბავშვი ყავთ. კი. ვისაც ბავშვი ყავს, ჩვენ კარგად ვიცით რა ნიშნავს ტყვილი. იმიტომ რომ მაგათაც იგივე ალამპიზე არაჩვეულებულად აღწერს, რომ რატომ არის ქალი უფრო მაგარი კომუნიკატორი და შეუძლია უფრო ადვილად აღმოაჩინოს ტყვილი. ეს არ არის სექსისტური განცხადება და თქვათ ისეთი განცხადება, რომ მე ფემინისტებმა ეს ნეიროლოგიის დონეზე არის. ხო, ნეიროლოგიის დონეზე არის. ქალი აჩენს ბავშვს. ამით არის გაცემული პასუხი ალამპიზისთვის, იმიტომ რომ მან ბავშვობიდანვე ჯერ კიდევ სანამ ბავშვმა აიდგა ფეხი და აიდგა ენა, უკვე უნდა იცოდეს რა სიტყვა და რა სჭირდება. ეძინება, საკვები უნდა, ბრაზობს, რა უნდა. ამიტომ მას სხეულის ენა ზედმიწევნით შესწავლილი აქვს. ამიტომ ეს მამაკაცები ვერ ატყუებენ ხოლმე და გარდა ამისა კიდე ქალებს კომუნიკაციის პროცესში დაახლოებით 14-15 უბანი აქვს ტვინის ჩართული. მამაკაცებისგან განსხვავებით, სადაც 3-4 უბანია მხოლოდ ჩართული. ამ ხელსაუბრა? კი, ასევე ქალებს. და ამას ვეძახით ინტუიციას ხოლმე, იმიტომ რომ ქალებს შეუძლიათ რამდენიმე საქმე ერთდროულად აკეთონ, მაშინ როცა მამაკაცები კონცენტრირებულები არიან იმ საქმეზე, რომელსაც აკეთებენ. და იცით რა მაინტერესებს რეალურად ეს ჩემსაც პრობლემა მე არ შემიძლია ბევრი საქმეს ერთად კეთება და ალბათ ეს წაიხსნება გარკვეული კვლევებით. ხო, რეალურად ყველანი მან დაურთ. ხო, მამაკაცი. ფილმს რო უყუროს მამაკაცი, რამდენიც არ უნდა ეძახო, შეიძლება ყურადღება არ მოგაქციოს და რაღაცა შეიძლება ეს ინტერპრეტაცია ხანაირი იყოს ხოლმე ოჯახის წევრები. ბევრ შეუძლია. ესეც ევოლუციურია. მე მაინტერესებს რეალურად აი ამ სხეულის ენის სწავლა ქალებს უფრო მეტად ხო არ უმარტივდებათ და ასევე მაინტერესებს თუ არის ასეთი თეორია ან თუ შეიძლება დაუშვათ რომ თქვათ როდესაც სხეულის ენას სწავლობთ, მე დიდ აქცენტს შინაარსზე საუბრის დროს აღარ ვაკეთებ. უმარტივდებათ ვერ გეტყვით, ახლა რამდენად უმარტივდებათ, უბრალოდ რადგან იმათ უკვე ეს რაღაცა გამჯდარი აქვს თითქოს კომუნიკაციის პროცესში, რომ ერთდროულად შეუულია ტელეფონზე ილაპარაკონ, ტელევიზორს უყურონ, ბავშვს მიხედონ და საჭმელიც აკეთონ. ამიტომ შესაძლებელია ესეც აღიქმებოდეს, რომ უფრო ადვილიაო მათთვის სწავლაო, თუმცა ეს მაინც გონებრივი მასეა დამოკიდებული, ახლა სწავლის უნარზე საერთოდ და ერთი რაღაცა მინდა აღვნიშნო კიდე, ჩვენ თქვით, რომ სხეულის ენა არის განწყობების და ემოციების სარკე და სხეულის ენა და ჟესტი ცალკე დამოუკიდებლად არ არსებობს. ეს არის იმ შინაარსთან მიბმული, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ასე რომ ყველაფერი ეს ერთობლიობაში უნდა განვიხილოთ. იტყუება თუ არა ადამიანი რას ამბობს და ამ დროს რა ჟესტს აკეთებს, ამას აქვს მნიშვნელობა, რამდენად თანხwebdriverში მოდის მისი სხეულის ენა ნათქვამთან. კი ბატონო, მე ასევე გამიგია, რომ მაგალითად გასაუბრების პროცესში არსებობენ კომპანიები, რომლებსაც ყავთ სპეციალური კადრები იმისთვის, რომ სანამ ადამიანი გასაუბრებაზე შევა, რას აკეთებს მოსაცდელში, ამას დააკვირდეს და გამიგია, რომ მაგალითად თუ ის ტელეფონშია ჩართული, ამ შემთხვევაში ნაკლები შანსი აქვს, რომ აიყვანონ განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც მაგალითად ფლაიერებით და ბუკლეტებით ინტერესდებიან, რომელიც თქვათ ამ კომპანიის აქვს შემოთავაზებული მაგიტაზე. ან იგივე ტელეფონში ჯაღედო შეიძლება საქმიანი თემაც იყოს, ხო, რომ რაღაცა ეს გამიგია ერთ-ერთი კომპანიისგან მე პირადად ერთ-ერთ გადაღებაზე და მაინტერესებს თუ შეიძლება გასაუბრებაზე მისვლის დროს გამოვიყენოთ სხეულის ენა იმისთვის რომ მეტად თავდაჯერებული და პრეზენტაბელური ან გაშეცდომები არ უნდა დაუშვათ. რა თქმა უნდა შეიძლება რომ გამოვიყენოთ აქაც ემოციების მართვასთან ვართ უფრო მეტად მიახლოებულები, იმიტომ რომ ჩვენი თავდაჯერებულობა და ჩვენი შინაგანი თავისუფლება და ჩვენი თავისუფალი მეტყველება ზუსტად ამას ყველაფერს ასარკავს ჩვენი ენა და ჩვენი ნერვული სისტემა, მეტყველება და ჟესტიკულაცია იმდენად ჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ფსიქოლოგიაში ერთი ესეთი სპეციალური მიმართულებაც არსებობს, ნეიროლინგვისტური პროგრამირება ამის ასახსნელად ზუსტად. თქვენ შეგიძლიათ რომ ამ სამიდან ერთ-ერთი შეცვალოთ და შეიცვალოს დანარჩენი ორი. იმდენად ჭიდრო კავშირია ამ სამ კომპონენტს შორის. აქედან არის ზუსტად რომ გონება, სხეული და
მეტყველება ძალიან კავშირშია ერთმანეთთან. და ბოლო კითხვას დავსვამ თუ შეიძლება ორივე სტუმართან აი პირბადემ რამდენად შეცვალა ეს ყველაფერი ხო გამოდის რომ რაღაც სახის ძირითად ნაწილს ვეღარ ხედავ ხო იგივე გასაუბრების დროსაც ხდება პირბადის გამოყენება მოიმოთხოვო რომ მოიხსნას ადამიანმა ძალიან რთული ალბათ ყველაზე მე აი ხაჩო როგორც მოქმედი ტრენერები მათ შორის ძალიან გვიჭირს ხო როცა აუდიტორიის წინაშე გამოვდივართ და ვასწავლით იმიტომ რომ ვერაფერი შეცვლის კონკრეტულად აი იგივე ემოციასთან დაკავშირებით ემოციის ამოცნობას და მასზე დაყრდნობით ან შენი სტრატეგიის კორექტირებას ან შესაბამისად ინფორმაციის სხვა სახით მიწოდებას იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ემოციის გამომეტყველებას რეალურად და მასზე მის მიხედვით ვაკორექტირებთ როგორც უკვე ვთქვი რაც შეეხება გასაუბრებას ზუმის მეშვეობით აი უფრო ადვილი ხდება იმიტომ რომ მას შორის უკვე აკვირდები მიმიკასაც ჟესტიკულაციასაც ხედავ და კონკრეტულად მიკრო დონეზე შეიძლება უკვე ის თვლება ვერ შეატყო დისტანციურად მაგრამ მაინც სასურველია ხოლმე რომ ადამიანს ხედავთ მას შორისაც პირბადეთ გიკეთია ბევრი რამ არ ჩანს თუმცა აქაა ძალიან მნიშვნელოვანი რამ იგივე ინტუიციაზე როცა ვილაპარაკეთ ჩვენ ინტუიცია არის მათ შორის არაცნობიერი ფილტრი ხო ანუ ინფორმაციის ნაკლებობის შემთხვევაში ირთვება ინტუიცია რა შემთხვევაში იყენებთ თქვენ აი ამბობთ რომ ინტუიცია ადამიანი რომელსაც არ იცნობთ მაგრამ დაინახეთ პირველ ჯერზევე შეიძლება იქ თავითვე ჩამოაყალიბოთ თქვენთვის დაბეჭდილება მასზე იმიტომ თქვენი ინტუიცია გეუბნებათ რომ რაღაცა კაი ტიპი არ ჩანს ადამიანი ხო ამიტომ ჩვენ ვავსებთ ხოლმე ინფორმაციას რომელიც გვაკლია ამიტომ ამ შემთხვევაში ადამიანს აქ უნარი ფაზლივით ააწყოს კონკრეტული განწყობა ემოცია და დამოკიდებულება. ბევრი საინტერესო თემა დაგვრჩა კიდე სასაუბრო და მე მგონი თემა უნდა სხვა დროსაც განვავრცობთ აქტიურად. პოლიტიკოსებზე არ გვილაპარაკია ბევრი. პოლიტიკოსებს თავიდან საუბრობთ. იმდენად ამოუწურავი თემაა, რომ შეიძლება ძალიან დიდი მადლობა, ძალიან კარგია რომ თქვენ ერთ სპეციალისტები ჩვენს ქვეყანას ყავს, ვისგანაც შეიძლება ეს ყველაფერი ისწავლოთ. რამდენად გამოგვიყენებენ საინტერესო ეგ არის. მადლობა ძალიან დიდი.